ინდოეთში მცხოვრები ასობით მიანმარელი დეილიში შეიკრიბა. მიანმარიდან მტოლვილი მოქალაქეები ქვეყანაში მომავალ არჩევნებს აპროტესტებენ. დემონსტრანტები ოპოზიციის დაკავებულ ლიდერის გათავისუფლებას ითხოვენ. პროტესტანტებმა მიანმარის სამხედრო რეჟიმის ხელმძღვანელის სურათი დემონსტრაციულად დაწვეს და ამასთან ერთად ყალბი არჩევნებიც გაათამაშეს. აქციის ორგანიზება მიანმარელმა მოქალაქეებმა ქვეყნის დამოუკიდებლობის მე-20 წლისთავთან დაკავშირებით გადაწყვიტეს. 64 წლის 14 წელია პატიმრობაში იმყოფება. 2009 წლის აგვისტოში ის ამერიკის მოქალაქისთვის თავშესაფრის მიცემის გამო დაადანაშაულეს. 3 წელი პატიმრობა და საზოგადოებისთვის სასარგებლო შრომა მიუსაჯეს. პატიმრობის გამო სულ ამ წლის ბოლოსთვის დაგეგმილ არჩევნებში მონაწილეობას ვეღარ მიიღებს. 2010 წლის არჩევნები სამხედრო რეჟიმის პირობებში ტარდება. ჩვენ საერთაშორისო საზოგადოებას მოუწოდებთ არჩევნო არჩევნები. პირველ მოსახლეობას კი მიმართავ არ დაუშვან არჩევნების მსგავს პირობებში ჩატარება. მოქმედი სამხედრო რეჟიმის მიერ მიღებული ერთ-ერთი საარჩევნო კანონის თანახმად, ნასამართლეობის მქონე პირს არ შეუძლია გახდეს ამა თუ იმ პოლიტიკური პარტიის წევრი და მიიღოს არჩევნებში მონაწილეობა. მიანმარში წლის ბოლოს დაგეგმილი არჩევნების ზუსტი თარიღი ჯერჯერობით უცნობია.